მოგესალმებით მეგობრებო. ადამიანი ამ ქვეყნად იმიტომ არის მოვლენილი, რომ ის არის მოწოდებული 8 წლისთვის გმირობისთვის. რას გულისხმობ ახლა, ვისაც გააქვთ სურვილი მომისმინეთ. საერთოდ სადამ ადამიანი მიხვდება ამას, სანამ მივა ამ შემეცნებამდე, ღმერთის შემეცნებამდე. მანამდე რას ფიქრობს, რომ არის ამ ცხოვრების საზრისი? ანუ ადამიანები ფიქრობენ, რომ თქვათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, კარიერის გაკეთება, ფულის შოვნა, სიამოვნების მიღება, მაგალითად მოგზაურობა, ჭამა, სმა, გართობა, ეს არის ამისთვის ხარ მოვლენილი, ესე ფიქრობ, ესე გონია, ეს ტყუილია, შეცდომაა. ლამაზად შეფუთული ტყუილია ეს. სიამოვნებაში ეს ცხოვრება მოცემული გვაქვს იმისთვის, რომ გმირობა აღვასრულოთ. რა გმირობაზეა საუბარი ვიტყვი? 60-ში ყოფმა პირველმა წყვილმა ზამზარეულად მიიღო ჯილდო, ასე ვთქვათ. აი ეს რაც გონია, რომ ჩვენ ეს ამ ცხოვრებაში ეს სიკეთეები, ამ სიკეთეებისთვის უნდა ვიცხოვროთ, ანუ სიამოვნება მივიღოთ, ფული ვიშოვოთ და გავერთოთ. ეს არის ცხოვრების საზრისი, იმიტომ რომ შეიძლება შემომედაოს ვიღაცა, რომ არა, ეს არ არის, ვიცით, რომ ეს არ არის ცხოვრების საზრისი, მაგრამ ცხოვრების წესი, ადამიანთა ცხოვრების წესი ამაზე მეტყველებს. ეს არის ცხოვრების საზრისი. სიამდვილეში ჯილდოს რაც შეეხება, ღმერთმა ჩვენ 64 მოგცა. პირველ წლის 64 მისცა, მაგრამ დაკარგა ადამიანმა. ანუ რაც მზამზარეულად მისცა ღმერთმა, ის ადამიანმა დაკარგა. ამიტომ ჩვენ ახლა გვჭირდება გმირობა 8 წლი იმის მისაღებად. ქრისტიანობაშია გაცხადებული ღვთის ჭეშმარიტება, ღმერთის ჭეშმარიტება. ჩვენ ყველანი ვართ ღვთისმსახურები. უბრალოდ ადამიანებს აქვთ განსხვავებული პასუხისგებლობა ღვთის წინაშე. ის იქნება სასულიერო პირი თუ საერო. ვიღაც კისრულობს უფრო მეტ პასუხისგებლობას ღვთის წინაშე. ნებაყოფლობით, ჯვარცმას, ასე ვთქვათ, გმირობის ჩადენად. მონაზვნური ცხოვრება, ანუ სასულიერო ცხოვრება, ასკეტიზმი, რას ნიშნავს, რომ განეშორო ამას სოფელსა და იკისრო რაღაც ვალდებულებები, რაც აი ადამიანური ნების დათრგუნვისთვის არის და ღვთის ნების აღსრულებისთვის არის ცხოვრებაში. მაგრამ საერო ადამიანთა ცხოვრებაშიც ხდება ისეთი მომენტები, რაც აი გმირობის ტოლფასია. და მაგალითებს მოვიყვანე. შევეცდები აი ახსნა იმის ისეთ თქმაც მინდა. წეღან საუბრისას, ადამიანთან საუბრისას, ესე ვთქვათ, ერთი ჩვენი ნაცნობი, რომელიც მეუღლემ მიატოვა იმის გამო, რომ შვილი არ შეეძინათ. ამის გულისთვის მიატოვა ოჯახი. წავიდა და სხვასთან შეეძინა შვილი. მერე ამ პიროვნებამ, ვისაც ამ თემაზე ვსაუბრობ, მოიყვანა სხვა წყვილის მაგალითი, რომ აი მაგალითად შემა ამ ახლობელმა მოიყვანა ცოლი, ქალი გამოდგა უშვილო, ქმრის პატრონებმა სიძეს უთხრეს, რომ წავიყვანთ ამ კაცს უკანო, შენ ახალგაზრდა კაცი ხარ და ცხოვრება წინა გაქო. მაგრამ ამ კაცმა უარი თქვა. მან არ გაუშვა უშვილო მეუღლე, იტვირთა ეს განსაცდელი. აი ეს არის გმირობა. საერო ადამიანისთვის, რომელიც არ ცხოვრობს, თქვას, ეკლესიური წესებით, რაღაც ესე მონაზვნური წესებით, მონასტრული ცხოვრება, არ თქვათ რაღაც ასკეტიზმით არ ცხოვრობს, მაგრამ ნახეთ რა ხდება. იტვირთა ეს განსაცდელი. არ გაუშვა მეუღლე თავისი ეგოიზმის დასაკმაყოფილებად, ანუ ამას გაუშვებს, სხვას მოიყვანს და იმასთან მეყოლება შვილი. ამაზე უარი თქვა. გმირობაა ეს. თუმცა თვითონ ვერ გრძნობს და კარგია რომ ვერ გრძნობს ადამიანი. აი ადამიანთან
ადამიანებთან საუბარში მე ხშირად შემხედრია ეს მომენტი, რომ მე თქვი ეს გმირობა ჩაიდინეს შენეუნები და გაგვირებული მიყურებს. კარგია ეს. იცი რატომ არის კარგი? ცუდია, როცა ადამიანი რაღაცას გააკეთებს, თქვა, კარგს და თვითონვე არქმევს სახეს, რომ ეს მე კარგი ჩავიდინე ღვთის წინაშე, ეს ცუდია. როცა თვითონ არქმევს გმირობას სახელს. დიახ. აი ეს ადამიანი, რომელმაც ოჯახი დაანგრია უშვილობის გამო, ადამიანურად მართალია. წავიდა სხვაგან შექმნა ოჯახი და იქ ეყოლა შვილი, მაგრამ ადამიანურად მართალია, მაგრამ ადამიანურ სამართალზე მეტად მაღლა დგას ღვთის სიყვარული. ის იმ მომენტისთვის არ აღმოჩნდა ჯვარცმისთვის მზად. მაგრამ მას ცხოვრებაში აუცილებლად ექნება მომენტი, როცა გამოწვევა კიდევ იქნება. როცა მოუწევს რაღაცისთვის ჯვარცმა ისევ. იმიტომ რომ გმირობის გარეშე ცხონება არ არსებობს. რატომ არის ეს გმირობა საჭირო? იცით რომ გავმართდეთ უფალთან. ჩვენ ყველანი ცხოვრობთ ისევ სოდვილ მდგომარეობაში ვართ. ჩვენი მანკიერებები ისევ ჩვენთან არის. ერთადერთი რაც გვამართლებს უფალთან, ეს არის აი ღვაწლის აღსრულება. ჯვარცმა სიმართლისთვის, ჯვარცმა სიკეთისთვის, ჯვარცმა ღვთისმცნებებისთვის. ეხლა ეს მაგალითისთვის მოვიყვანე ეს შემთხვევა, მაგრამ მე მის დანახება მინდა რომ რაც ღვთისადმი სათნოა იმაში რომ იტვირთება ამ ღვაწლს. ამისთვის ხარ მოვლენილი ადამიანო და არა იმისთვის რომ უბრალოდ დაიკმაყოფილოს შენი მოთხოვნილებები. სხვა მაგალითებით შეიძლება მოვიყვანო. აი მაგალითად ამას წინათ ერთ-ერთ ვიდეოში აღვნიშნე და კიდევ გავიმეორებ, ერთ ნარკომანთან მომიწია საუბარი და აღფრთოვანდი რაც მან თქვა შემდეგში, რომ რაღაც კორუფციაზე ჩამოვარდა საუბარი და აღნიშნა რომ მე მქონდაო საშუალება მე მუშავა ისეთ ადგილზე რამდენჯერმე სადაც კორუფციით გზითო ვიშოვიდი ფულსო, მაგრამ უარი ვთქვიო და აღფრთოვანდი ამ ადამიანით. ფული არის ცდუნება, ძალიან დიდი ცდუნებაა და ამ ადამიანმა რომელიც აი ესეთ ცოდვაში ცხოვრობს, ნარკოტიკებს იყენებს, აი ამ ცდუნებას გაუძლო. გმირობაა ეს. ეს არის ღვაწლი. კი, ეს არ ცხოვრობს მონასტერში და თქვათ არ არის რაღაცა ესეთ სულიერ საფეხურებისთვის არ იბრძვის, მაგრამ სადაც არის როგორც არის იქ გმირობა ჩაიდინა. კორუფცია ეს არის როგორც იურიდიულად, ისე მორალურად, ისე სულიერად დანაშაული. და გმირობა ჩაიდინა ამ ადამიანმა. და ის მისი რაც არის ცოდვები, რაც არის ღვთის წინაშე, აი იმით გამართლდება. მე მას ესეც ვუთხარი, რომ აი სხვა რა უნდა უთხრა ადამიანს, რომელიც არის დამოკიდებული რაღაც ესეთ რაღაცეებზე და ძალიან რთულია საკუთარ ხორცთან ბრძოლა და აი ეს ვუთხარი, რომ აი ეს გაგამართლებს უფალთან. აი ეს გაგამართლებს უფალთან. ეს არის გმირობა, ყველას არ შეუძლია ამაზე უარი თქვას. სხვა შემთხვევა კიდე ერთ-ერთი ადამიანი მიყვება, რომ ავარია მოუხდა მას, ანუ რა ეს საკურიერო მომსახურება რო არის მოტოციკლეტით დაეჯახა ვიღაცა მას და მხარი მოტეხა. და სამოწყოფოში რო იწვა და დაურეკა იმ პიროვნება რომ მოვდივარო, თავის შვილებს უთხრა რომ არაფერი არ უთხრათო. ფულსაც არ ვართმევდიო მეო, თუმცა იმან მოუტანა რაღაც გარკვეული თანხა, რომელიც არ იყო საკმარისი მთლიანად მისი მკურნალობისთვის, მაგრამ მაინც რაც შეძლო იმ ადამიანმა მოუტანა და ეს არ ართმევდა და გმირობა რაში მდგომარეობს, იცით? შეიბრალა თავის მაჭირვებელი. ამას მიყვება ადამიანი და ვერ წხვდება და ვეუბნები ადამიანს შენ გმირობა ჩაიდინე, ღვაწლი აღასრულე. ეს ღვაწლია. გმირობა, იმიტომ რომ შენ რომ მოგეთხოვა მისთვის ფინანსური კომპენსაცია, ან სასამართლოს გზით, ან ჩვეულებრივად, ან
ეს იქნებოდა შენ ადამიანურად სიმართლე, მაგრამ მან თავის და უნებურად ისე რომ არც უფიქრია რომ ეს რაღაცა ღვთის წინაშე რაღაცა კარგი გააკეთა, თავის და უნებურად აი ამ ადამიანურ სამართლიანობაზე ღვთაებრივი სიყვარულით მაღლა დადგა. მაღლა დადგა. ეს არის ღვაწლი და გმირობა. ესეთი მაგალითები შეიძლება ბევრი მოიყვანოთ. თქვენს ალბათ თქვენს გექნება თქვენი გამოცდილება, თქვენი ცხოვრებისეული ან სხვისი გამოცდილება. მაგრამ თლიანობაში, ანუ ეს ღვაწლი, ეს გმირობა ეს არის, რომ ღვთის მცნებებისამებრ სწორად მოქცევა, სიკეთის მხარეზე დადგომა, სიმართლის მხარეზე დადგომა რთულ მომენტებში. აი ეს არის გმირობა. ამისთვის ხარ ადამიანო მოწოდებული და არა იმისთვის რომ ჭამე, სვი, ისიამოვნე და გაიხარე და ფული იშოვე. ამისთვის არა ხარ მოწოდებული. ეს არ არის ღვთის ჯილდო შე რო გონია ადამიანო. ამისთვის მოგიყვანა ღმერთმა რომ შენ გასიამოვნოს. არა, ღმერთმა იმიტომ შექმნა ადამიანი ბედნიერებისთვის შექმნა, მაგრამ ცოდვილი ადამიანისთვის მავნებელია ბედნიერება. მავნებელია. გმირობა უნდა ჩაიდინო ადამიანო. სიკეთის მხარეს უნდა დადგე. სიმართლის მხარეს უნდა დადგე და გაიმარჯვო ამით სულიერად გაიმარჯვო. ამისთვის ხარ მოწოდებული. აი ეს შემთხვევა პირველად რომ მოვიყვანე მე რომ ოჯახი დაანგრია იმის გამო რომ უშვილო იყო მისი მეუღლე, არ განვიკითხავ. ადამიანად მართალია ის მას უნდა შვილი და სხვა ოჯახი შექმნა. ის არ იყო ჯვარცმისთვის მზად მისი სული იმ მომენტში, მაგრამ მის ცხოვრებაში დადგება სხვა დროს მომენტი კიდევ სადაც ესე იგი ჯვარს უნდა ეცვას. გმირობა ჩაიდინო. ჩვენ არ ვიცით ვის როდის რა გმირობის ისა უпроსტად რა არჩევანის გაკეთება მოუწევს. და ბოლოს ვიტყვიეთ რაღაცას კიდევ რომ ყოფილა შემთხვევა ერთ ადამიანმა ესეთი რამე მითხრა რომ აი რაც მინდოდა ვერ გავაკეთე მე ცხოვრებაში ის და ნანობდა ამას რაღაც ვერ აისრულა თავისი სურვილები და მე შემიძლია ერთი რამე ვთქვა ამასთან დაკავშირებით. ყველაფერი რაც ადამიანს სურს რომ გააკეთოს არის წარმავალი. ყველაფერი წარმავალია. იზრუნოს ჯანმრთელობაზე, რაც არ უნდა ჯანმრთელობაზე იზრუნო, მაინც დაბერდები და მაინც შეგერყევა ჯანმრთელობა, მაინც მოკვდები. რაც არ უნდა ააშენე, შენ დარჩება შენს შთამომავლობას, კი ბატონო, დაუტოვე შთამომავლობას. რაც არ უნდა ფული იშოვო, დარჩება შენ შთამომავლობას, შენ აღარ. ერთადერთი რაც შეგიძლია გააკეთო, რასაც მარადიულობის ფასი აქვს, ეს არის რომ ღვთის მცნებისამებრ იყო მართალი. აი სულ რომ საწოლთან იყო მიჯაჭვული და ხელფეხი ქონდეს წართმეული და ან სახკარი დაანგრეულია მიწისძვრა მოხდა, ომი მოხდა რა, არაფერი აღარ გაგაჩნია. რაც შეიძლება გააკეთო, ეს არის რომ სიკეთეს და ბოროტებას შორის სიკეთე აირჩიო. ტყუილსა და მართალს შორის სიმართლე აირჩიო. ამას აქვს მარადიულობის ფასი. აი ეს შეგიძლია გააკეთო. ეს არის მთავარი ცხოვრებაში. ეს არის მთავარი ცხოვრებაში. აი ეს გააკეთე ადამიანო და ღვთის წინაშე გამართდები მარადისობაში. მარადისობაში. შეგვიწყალოს სუფალმა და მოგცეს მშვიდობა სულში პირველ რიგში. როცა სულშია, ადამიანის სულში არის მშვიდობა, მაშინ არის გარემოც მშვიდობიანი. სიყვარულით იოვანე.